აი შეიძლება მაგალითად ადამიანს თქვა თვეები რაღაც კონდეს სულიერი ცხოვრება კონცენტრირებული იყოს ამ შინაგან კაცზე, თავის შინაგან კაცზე, რომ რწმენით მიახლოს უფალს თავის თავში, აქცენტირებული იყოს მისი ცხოვრება მისტიკურ სიღრმეზე, გულზე, ლოცულობდეს, ეზიარებოდეს, კითხულობდეს, ფიქრობდეს და ასე შემდეგ და რაღაცა გარემოებების გამო შეიძლება აღმოჩნდეს თქვა ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე ისეთ გარემოში, სადაც მორწმუნეები შეიძლება იყვნენ, მორწმუნეები და მაგრამ ეს ეკლესიის წევრებიც შეიძლება, მაგრამ სადაც ეს აქცენტირებული არ არის შინაგანი ცხოვრება და აი ამ ერთი კვირა, ორი კვირა შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ამ გარეგანი ცხოვრება. იცით როგორი პრობლემა ხდება უკან შიგნით დაბრუნება? როგორი სერიოზული პრობლემა ხდება კვლავ შიგნით დაბრუნება? ამას სჭირდება ძალიან დიდი წმინდანობა. ძალიან დიდი წმინდანობა, რომ ესე იგი გარე სამყაროსთან კონდეს ინტენსიური ურთიერთობა. ეხლა როცა ანტაგონისტური სამყაროა, ღვთისგმობი, იქ არ გემართება ესე. ღვთისგმობ სამყაროში, რომ ტროლად გიყურებს, შენ იქ უდაბნოში ხარ და ისე უფრო მეტად სიღრმეში ჩადიხარ. ხოლო იმ სამყაროში, სადაც ანტაგონისტურად არ გიყურებენ და ყველა თავზე ხელს გისვავს, შენს თავზე ხელს უსვავს, სადაც შენი მშობლიური გარემოა, ეკლესიის გარემოა, სარწმუნოებრივი გარემოა, მაგრამ შინგა ცხოვრება არ არის. შესაბამისად, მათთან ეს გარეგანი ბრძოლა გამოხატული არ არის. აი ამ ნახევრად ქრისტიანობაში ადამიანი ისე ითქვიფება, გამოდის თავის შინაგანი სამყაროდან გარეთ და მე ძალიან უჭირს შიგნით დაბრუნება. გესმით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამას გაუფრთხილდეთ. ასე რომ გვიყვარდეს შინაგანი ცხოვრება და სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ, იგივე ერთმანეთთან ურთიერთობაში, ერთად ყოფნის დროს გადასარევია სამრელო ურთიერთობები, გადასარევია მეგობრობა, გესმით ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთში გვერდში დგომა, ეს უნდა ისწავლოთ, ოჯახად უნდა ჩამოყალიბდეთ, ხო და ეს პროცესია, ხო, რომ არადისობაში ერთად ვიყოთ. მაგრამ ამავე დროს გაუფრთხილდეთ შინაგან ცხოვრებას. გაუფრთხილდეთ.